როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ამერიკის ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ ჩანიშნული მოსმენა არის საკმაოდ კრიტიკული სიგნალი წესით ქართული ოცნებისთვის. როგორც ვიცით, ეს მოსმენა რამდენიმე კვირის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა კლიმატური პირობების გამო გადაიდო და ახლა ვარკვევთ, რომ 11 ფებრუარს, ანუ 4 შაბათს შეიკრიბებიან ამერიკელი პოლიტიკოსები და იმსჯელებენ ქართული ოცნების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ და იმ მძიმე პრობლემების თუ დარღვევების შესახებ, რომელიც საქართველოში არსებობს ადამიანის უფლებების დაცვით და მოხატვის თავისუფლების დაცვის კუთხით. საქართველოში ადამიანის უფლებები არის ღრმა კრიზისში შესული. ამ შინაარსის განცხადება ჰელსინკის კომისიამ ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა, მაშინ, როდესაც ოფიციალურად აანონსეს, რომ გაიმართებოდა მოსმენა. თუმცა ამ რამდენიმე კვირაში ამ მიმართულებით კიდევ უფრო დაამძიმა, შესაძლოა ასეც ითქვას, ქართულმა ოცნებამ ვითარება, რადგან ახლა უკვე ვიცით, რომ ივანიშვილის გუნდი გეგმავს მიიღონ ახალი კანონი, რომელიც პრაქტიკულად ხალხის დადუმების კანონად არის შეფასებული, რადგან ეს არის ახალი ჩანაფიქრი ერთგვარი ოცნების, რომელიც სრულად შეუზღუდავს საქართველოს მოქალაქეებს დაფინანსების მიღებას, განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორის თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს და ამ კანონში ჩადებული ნაღმები არის იმგვარი, რომ შეიძლება ნებისმიერ მოქალაქეზე გავრცელდეს და შეიძლება ნებისმიერი მოქალაქე მოკლედ აღმოჩნდეს ციხეში და ამ მიმართულებით არაერთი შეფასება არსებობს უფლებადამცველების მიერ გაკეთებული და პარალელურად ჯერ კიდევ გუშინ საუბრობდა ირაკლი კობახიძე იმის შესახებ, რომ საჭიროა დაჩქარებულად მიიღონ ახალი კანონიც, რომელიც არაღიარების კრიმინალიზებას მოახდენს და პრაქტიკულად ყველა ციხეს დაპირდება, ვინც ეჭვს შეიტანს ქართული ოცნების მმართველობის ლეგიტიმაციაში. ამიტომ ამბობენ ოპოზიციაში, რომ ეს მოსმენა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და დიდი ალბათობით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენებიც მოხვდება ამერიკელი პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში. როგორი ყალბიც არის ის ფოტოსესიები, რომლის მოსაპოვებლადაც დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი და დე-ფაქტო პრეზიდენტი მსოფლიოს წრეებს ურტყავენ. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა აუცილებლად შედგება, ეს მოსმენა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში. წარსულში ასეთ შეხვედრებზე ჩვენ ასეთ მოსმენებზე მოგვისმენია ისეთ შეფასებები ივანიშვილის მიმართ, როგორც არის მისი უნიათო დიქტატორად, უხეირო დიქტატორად უკაცრავად მოხსენიება და დარწმუნებული ვარ, რომ ახლაც მსგავსი და უკიდურესად მძიმე შეფასებები იქნება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მხრიდან. რაც არ უნდა საჩვენებელი შესაფერებული ფოტოებით მათ პროპაგანდა წარმოონ, ჩვენ ხედავთ, რომ მოდის ვიცე-პრეზიდენტი რეგიონში, სამხრეთში და აზერბაიჯანში, ხვალიდან ის ჩაულის თბილის გვერდს და ივანიშვილმა მხოლოდ აჩვენა ხალხს ის, რომ საქართველო არის რუსეთის ჩიხი, აი ამ არსებული პოლიტიკის შესაბამისად ჰელსინკის კომისიის განხილვა ბუნებრივია, იქნება ძალიან მკაცრი და იმის ადეკვატური, რასაც ივანიშვილი რეპრესიების ფორმით საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადის და ეს კიდევ ერთი მაჩვენებელი იქნება იმისა, რომ ივანიშვილს იქამდე სალამ იმ სამ ძირითად პირობას არ დააკმაყოფილებს შეერთებული შტატების მხრიდან გადაცემულს, არ იქნება მასთან არანაირი პირდაპირი კომუნიკაცია, არც მასთან და არც მის პრემიერთან თუ მის გიდ საგარეო საქმეთა მინისტრთან. ხო, ნუ სასაცილო იყო მათ რაღაცა უამიდობის გამო გადადებული კომიტეტის ხდომა, რომ რაღაც გამარჯვება წარმოადგინეს. მას მერე რა წინას ხდომა ჩატარდა, კიდევ უფრო გაუარეს და კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯებია გადადგმული ქართულ ოცნებას, მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები მათ შორის, რომელიც რეალურად კიდევ უფრო დრამატულს ხდის, ასე ვთქვათ, სამართლებრივი კუთხით საქართველოში მდგომარეობას და მე ვფიქრობ, რომ ეს არც ერთი ეს საკითხი, რომელიც ამ ბოლო პერიოდში განვითარდა, შემჩნეველი და ყურადღებად არ დარჩება. და კიდევ ერთხელ ჰელსინკის კომისია ეხმარება ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩამოაყალიბოს თავისი სწორი პოლიტიკა, თავისი ისე ვთქვათ დაფუძნებული რეალურ ფაქტებზე და რეალურ ინფორმაციაზე. ჰელსინკის კომისიაში საქართველოს შესახებ მოსმენა, როგორც უკვე გითხარით, 4 შაბათს გაიმართება. უკვე წინასწარ არიან შერჩეულები ის ადამიანები, ვინც ისაუბრებენ საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებაზე. მათ შორის შეაფასებენ ბოლო რამდენიმე კვირაში განვითარებულ მოვლენებსაც და მთელი მსოფლიოს გასაგონად შეიძლება ასეთი თქვას, იტყვიან, რა მეთოდებით ახშობს ივანიშვილის გუნდი ქვეყანაში დემოკრატიას.